ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. Როგორც IDFI-ში განაცხადეს, სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სასამართლოს სხდომები არის საჯარო და შეიძლება დაიხუროს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კონსტიტუციის ამ დათქმის საპირისპიროდ სადაო ნორმები კრძალავენ პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლო გადაწყვეტილების გაცემას იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გადაწყვეტილება საჯარო სხდომის შედეგად არის მიღებული. აქედან გამომდინარე IDFI ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28 მუხლის პირველი ნაწილის და 44 მუხლის, ისევე როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და მე-6 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 51 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ნათქვამია განცხადებაში. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი არის ეს სადაო ნორმები იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად, იმისთვის, რომ საზოგადოებას შეეძლოს მიიღოს სასამართლო გადაწყვეტილებები დაუშვათ მაგალითად ისეთ საქმეებზე, როგორიც არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე, ყოფილი საქართველოს მერის ბატონი გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები, მაგალითად საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება და ასე შემდეგ.